შეიძლება არსებობდა კიდევაც ასთა სხვადასხვაობა რაღაც ისტორიულ მონაცემებში, მაგრამ ჩვენ ხელმძღვანელობთ საქართველოს ეკლესიის ისტორიის მონაცემებით ესე პირველ რიგში და ამიტომაც შემოგთავაზეთ ესა თუ ის წიგნი გასაცნობად. ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, რომ როგორც ეკლესიის წევრებს, როგორც საქართველოს ეკლესიის შვილებს ჩვენი ეკლესიის ისტორია ვიცოდეთ, რომელიც რა თქმა უნდა ეს არის ჩვენი ქვეყნის ისტორია და ასთა სხვადასხვაობა, რომელიც არსებობს მკვლევარებს შორის, ბოლო შემთხვევაში ეკლესიის წიაღში ის მიდის ერთ როგორ თქვა იცით ერთ ცენტრალურ მოვლენამდე, რომელმაც იქონია თავისი დიდი გავლენა მერე შემდგომ მთლიანად ქვეყნის და ერის ცხოვრებაში და 326 წელით საქართველოს გაქრისტიანებისა იცით რომ სხვადასხვა თარიღები იყო 337 წელი იყო სხვა თარიღებიც იყო კიდე მოცემული, მაგრამ საქართველოს ეკლესია აცხადებს, რომ საქართველოს გაქრისტიანება მოხდა 326 წელს, ანუ როდესაც წმინდა მეფე მირიანმა და წმინდა დედოფალმა ნანამ მიიღეს ქრისტიანობა და გამოცხადა ნათლობა ტყვარზე. საყოველთაო ნათლობა, სადაც მიიღო სამეფო კარმა და მცხეთის უმრავლესობამ მიიღო ნათლის ღება. ეს არის დასაწყისი ასე ჩვენი ქრისტიანობისა. და ასევე სხვა თარიღებთანაც მიმართებაში იგივე მოვლენასთან, რომელიც თბილისის დაარსება უფრო მინდა გითხრათ არის ლეგენდარული გარკვეულწილად მოვლენა. კასპის დაარსება უფრო ისტორიული მოვლენა. კი, ჩვენ ვამბობთ რა თქმა უნდა, რომ ვახტანგ გორგასალმა უკვე წამოიწყო ეს ასე ვთქვათ შეიძლება მოვლენა, მაგრამ ჯერ კიდევ ვახტანგ გორგასლის დროს დედაქალაქი ჩვენი ქვეყნისა არის ცხეთა და სამეფო ქალაქი არის უჯერმა. სამეფო ქალაქი არის უჯერმა. ანუ შეიძლება რა თქმა უნდა ამაზე სხვადასხვანაირად ამას შევხედოთ, სხვადასხვაგვარად მივცეთ ამას განმარტება, რა თქმა უნდა, მაგრამ აქაც ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ იმ ისტორიით, რომელიც არის შემოთავაზებული საქართველოს ეკლესიის ისტორიის ფურცლებზე. მინდა ვთქვა, რომ ბავშვების მომზადება ყველა გუნდისა, რომელიც ფინალში გავიდა, ანუ საკმაოდ კარგი დონის არის. შეიძლება რაღაცა შეცდომა, თუნდაც იგივე ვახტანგ გორგასალი ხო დასახელებული წმინდანად, კი, თავის მხრივ სწორია, რა თქმა უნდა, ვახტანგ გორგასლის ეპოქის დროს წმინდანი ეპოქის წმინდანი, რა თქმა უნდა, მაგრამ ალბათ თქვათ რომ დასახელებული იყო სხვა წმინდანი, ხო ეს მაჩვენებელი იქნებოდა უფრო მეტი, ასე ვთქვათ, ცოდნის სიღრმეზე, ვთქვათ. რაჟდენ პირველწოდებული რო დასახელებული იყო თქვათ, არა? ჩვენი კუთხე ანუ და დასახელებლად იყო შუშანիկ დედოფალი დასახელებული, რომელიც უშუალოდ იმ პერიოდის მოღვაწე არის, ერთ-ერთი ძალიან ცნობილი მით უმეტეს მთელ საქართველოში და პეტრე და სამუელ კათოლიკოსები, როგორც საეკლესიო პირები. რა თქმა უნდა, იგივე ნეოფიტე ურბნელი. რა თქმა უნდა, ვახტანგ გორგასალიც იმ ეპოქის არის და მისი დასახელებაც შეიძლება თავისთავად.
კიდევ ერთხელ მადლობა ყველა მონაწილეს, ულოცავთ გამარჯვებულებს წარმატებას. ეს წარმატება, რა თქმა უნდა, ესეთი შედეგის მიხედვით დაიდო, მაგრამ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენმა ახალგაზრდობამ თქვენ ვიცოდეთ საქართველოს ისტორია. საქართველოს ისტორია. შეიძლება კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ აზრთა სხვაობაც კი იცოდეთ, ანუ რომ ვიღაცა მკვლევარი ასე საუბრობს, რომელიღაც თქვა მკვლევარი ასე საუბრობს, ესეც იცოდეთ. მაგრამ იცოდეთ საქართველოს ისტორია და აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ გქონდეს შესაძლებლობა, ვთქვათ, ამა თუ იმ ფაქტების გაზიარების, გადამოწმების, ხლა ეგრისის მე-6 საუკუნეა თითქმის და დასახელებული ეგრისის გაქრისტიანებაში. ხო, მაგრამ როგორ შეიძლება ვთქვათ, ეგრისის თუ აქაც ვიხემძვანებთ სამეფო კარის გაქრისტიანებით, მაშინ ეგრისის სამეფო კარი უფრო ადრე იყო ქრისტიანული, ვიდრე თარიღი არის მოცემული. თარიღი ვიდრე არის დასახელებული, ეგრისის სამეფო კარი უფრო ადრეა ქრისტიანი. გაცილებით ადრეა, იმიტომ რომ არის თქვათ ამისი შესაბამისი არქეოლოგიური და ისტორიული მონაცემები. ჩვენ მინდა გითხრათ კიდევ ერთი რაც არის მნიშვნელოვანი დღევანდელობისათვის, რომ საქართველოს ისტორია ჯერ კიდევ არ არის გამოკვლეული. არ არის გამოკვლეული. ძალიან ბევრი მოვლენა, ძალიან ბევრი განსაკუთრებულად ადრე ქრისტიანული მონაცემები არ არის აღმოჩენილიც არ არის. ბევრი რაღაცაზე ჩვენ პასუხი არ გაგვაჩნია. გვაქვს წყაროები, მაგრამ თქვათ ამ წყაროს არ აქვს მტკიცებულება. იგულისხმება მტკიცებულება ან წერილობითი, ან არქეოლოგიური მტკიცებულება. თქვათ რომელიღაც მონაცემს, რომელიც არის დასახელებული ქართლის ცხოვრებაში. და ამიტომაც ზოგჯერ ისტორიკოსები აი მაგალითად ცნობილია, რომ ჯავახიშვილი მოციქულთა საქართველოში ქადაგებას ძალიან კრიტიკულად უყურებდა. ის უყურებდა კრიტიკულად. მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენთვის უტყუარი წყარო, ეს არის გიორგი მთაწმინდელი. და ახლა იცით, გიორგი მთაწმინდელი ეს ჭეშმარიტად დიდი სულიერი მოღვაწე ქართველი ერისა, ჩვენ არც ერთი არ ვთვლით, რომ ეს ადამიანი იმ კრების წინაშე, რომელსაც წარუდგა, სადაც იყვნენ პატრიარქი და სხვა სასულიერო პირები, რომ ის დაიწყებდა ტყუილის მტკიცებულებას. ტყუილის არ ეკადრებდა, თვითონაც არ აკადრებდა საკუთარ თავს და არ აკადრებდა იმ პიროვნებებს და ადამიანებს, ვინც მის წინაშე იდგა. და აი აქ არა მარტო, ასე ვთქვათ, რაღაცა მატერიალურ მტკიცებულებას აქვს მნიშვნელოვანი, არამედ ჩვენ მორალური ასპექტებიც უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი ისტორიისა. და ამიტომაც აი ახალგაზრდებო, თქვენ როდესაც საქართველოს ისტორიას ეცნობით და გაეცნობით, ხო? ამასთან ერთად თქვენ იცოდეთ, რომ არის კიდევ მრავალი შეკითხვა, რომელიც შეიძლება თქვენ გასცეთ პასუხი. როგორც მომავალმა ისტორიკოსებმა თუ ფილოლოგებმა თუ მკვლევარებმა შეიძლება თქვენ გასცეთ ამას პასუხი. და ის ხარვეზი გამოასწოროთ, რომელიც დღეს არსებობს. რაღაც საერთოდ ახალი მასალები იყოს მოძიებული თქვენს მიერ. მაგრამ ეს ყველაფერი რომ გახორციელდეს, თქვენ უნდა გიყვარდეთ პირველ რიგში ჩვენი სამშობლო,
ყველას უნდა გვიყვარდეს ჩვენი სამშობლო თავისი ისტორიით. თავისი ისტორიით. აი ახლა ჩვენ მალე აღნიშნავთ უკვე ძალიან სწრაფად გაივლის ეს წელიწადიც და უკვე აღნიშნავთ მთელი საიუბილეო წელიწადი იქნება საქართველოს გაქრისტიანებისა. ჩვენ კი ვამბობთ, რომ 1700 წელი, მაგრამ ეს 1700 წელი საქართველოს გაქრისტიანებისა კი არის, ასე ვთქვათ, თარიღი, როდესაც ეს გამოცხადდა საქართველოში საყოველთაოდ ხო ქრისტიანობა. მაგრამ საქართველოში ქრისტიანობა დასაწყისი დაუდეს მოციქულებმა და მანამდე იყო ქრისტიანული თემები. ჩვენ ქართველი მეფეები მეორე საუკუნის რევი და ვიცით რომ ისინი ბიბლიას ეცნობოდნენ და იცოდნენ წმინდა წერილის ტექსტები. ეს ვიცით ჩვენ, ანუ ეს პროცესი ზუსტად დაწყებული არის, როგორც კი საქართველოში ჩამოგზავნა ყველაზე დიდი სიწმინდე ჩვენი ერისა, კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, აი იქიდან დაედო ამ პროცესს დასაწყისი. იქიდანაა დაწყებული და ეს თარიღი იყო ზუსტად აი ამ დაგვირგვინება ამ მონაკვეთისა. როდესაც ქართველმა ერმა დაიწყო თანაზიარება ჭეშმარიტებასთან, თანაზიარება ქრისტესთან. და მერე უკვე მთელი ჩვენი ისტორია ერისა ეს არის ჩვენ ვხედავთ ეს ბრძოლა რწმენისათვის. ბრძოლა რწმენისათვის. და რატომ რწმენისათვის არის? ანა იოლი არ იყო რწმენის შეცვლა, გაცილებით უფრო იოლი იყო. და გადავდგებოდით და გადავსახლებოდით აქედან ვაგა. ისე როგორც თავის დროზე სომხეთის სამეფომ დაასრულა თავისი არსებობა და ანიდან და იმ ადგილებიდან გადასახდნენ კილიკიაში. ქართველი ერი ართმობდა, წმენასთან ერთად ართმობდა თავის სამშობლოს. და აი ეს უნდა თუ ჩვენ ეს გავიაზრებთ, მაშინ მივხვდებით თუ რატომ ვართ ამ მიწა-წყალზე ამდენი საუკუნე. რატომ? რომ ეს სინამდვილეში არის ღვთის სასწაული და ჩვენი წინაპრების თავგანწირვა. და თუ ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჩვენ გავაგზავნებთ ჩვენს ისტორიას. თუ არა და ვიქნებით სადღაც კარგად თუ ცუდად ეს უკვე არავინ არ იცის, მაგრამ რო ვიტყვიან ჩვენი სამშობლო საქართველო დარჩება ისტორიის ფოთლებზე. თქვენ ახალგაზრდები ხართ, შეიძლება ამას ასეთი თვალით არ უყურებთ ჯერ, მაგრამ აუცილებლად გავა რაღაცა დრო და თქვენ შეხედავთ ამას ასე. აუცილებლად მე ამის ვჯერა და მწამს, იმიტომ რომ თქვენ უნდა გააგრძელოთ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ერის ისტორია, საქართველოს ისტორია. და მინდა კიდევ ერთხელ ყველანი დაგლოცოთ, მოგილოცოთ აღდგომის დიადი დღესასწაული, რომელიც გვაძლევს ჩვენ უზარმაზარ და ვერაფრით წარუშლე იმედსა და სიხარულს და მომავლის ხედვას, რომ ქრისტესთან ერთად წუთისოფლის ყველა სიძნელის დაძლევა არის შესაძლებელი. და ეს არის ჩვენი ისტორიის ფუძვლები. რომ შევხედოთ, ამაზე გვეტყველებს ჩვენი ისტორია. რომ ქართველმა ერმა ეს შეძლო მხოლოდ ქრისტესთან ერთად. სხვაგვარად ლოგიკა მას არ ეკუთვნის. რა
მრავალი ერიცი დაკარგულა ისტორიის მანძილზე, მრავალი სახელმწიფო გაუქმებულა, ქართველები ჯერ კიდევ ღვთისწყალობით ვართ ჩვენს მიწა-წყალზე და მეტყველებთ ჩვენს ენაზე, მამაპაპათა ენაზე და კიდევ ვიცავთ ჩვენს სარწმუნოებას. მადლობა ღმერთს ამისათვის და მადლობა ყველას. ახლა რაც შეეხება იმ საპრიზო დაჯილდოებას, რომელიც იყო განსაზღვრული, ეს იყო ესეთი მოგზაურობა საქართველოს ერთ-ერთ კუთხეში, ისტორიულ კუთხეში და მე საუბარი იყო გამარჯვებულები, არა მე ვფიქრობ, რომ ფინალში მოხვედრილი ყველა გუნდი უნდა გაემგზავროს და ესე იგი ასეთი იქნება ფინალში მონაწილეობა. ალბათ თარიღი დაითქვება და ალბათ მიმართულებაც დაითქვება. ქრისტე